გახდება თუ არა ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო. იურისტებისა და სადაზღვევო კომპანიების ნაწილი რეგულაციის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობს. თუმცა სატრანსპორტო საკითხების სპეციალისტები ცვლილებების გატარებას ნაადრევად მიიჩნევენ და პირველ ეტაპზე საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით გასატარებელ სამუშაოებზე ამოხელებენ ყურადღებას. დაზღვევა მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი და ნორმალური, ნორმა არის. ალბათ თუ არის მიღებული სხვაგან ევროპის ქვეყნებში, რადგანაც არა ჩვენთანაც იყოს რომ სავალდებულო უნდა იყოს დაზღვევა ავტომობილების. მე პირადად დავაზღვევდი ჩემ მანქანას და დაზღვეულის ვივლიდი რა. ესე და რიგით უმჯობესი იქნება რომ იყოს საყოველთაო დაზღვევა. იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ფაქტორი იქნება ჩვენთვისაც ზღოლებისთვის თავიდან ასარიდებელი. გამოკითხული მძღოლების უმრავლესობა ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მომხრეა. დაზღვევის ეს სახეობა დაზღვეული ტრანსპორტის მიერ მესამე პირის ჯანმრთელობისა და ქონების შესაძლო დაზიანების შემთხვევების ანაზღაურებას არეგულირებს. სავალდებულო დაზღვევის მომხრეა საქართველოში მოქმედი სადაზღვევო სექტორის დიდი ნაწილი. სისტემა, რომელიც სხვადასხვა ქონების დაზღვევას მოიცავს, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში დიდი ხანია მოქმედებს. ეს ქვეყნის სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და საინვესტიციო კლიმატისთვის არის აბსოლუტურად აუცილებელი. ავტომფლობელის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ-ერთი მოთხოვნაა ევროპასთან ჰარმონიზაციის პროცესის და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ალბათ იქნება შემოღებული და სწორედ ამაზე მიდის ახლა მუშაობა, რომ პირობები იყოს ხომისმოწყობილი. სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ იურისტები. სპეციალისტების თქმით, ახალი რეგულაციები არა მხოლოდ სადაზღვევო ბიზნესის ქმედუნარიანობაზე, არამედ მოქალაქეთა უსაფრთხოებაზეც აისახება. როგორც არის ინსტიტუციონალურად დაზღვევა ძალიან ჩანასახოვან დონეზეა და მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ხელი უნდა შეუწყოს ამ სფეროს რეგულირებას, ვინაიდან ეს სფერო გამართული ფუნქციონირების პირობებში საზოგადოების უკეთეს და ყველაზე მნიშვნელოვან ინტერესს მოეხმარება. მესამე პირის მიმართ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა აუცილებელია, თუმცა სატრანსპორტო მიმართულებით მთავრობას პირველ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს. ეს სპეციალისტების ნაწილის შეფასებაა. სატრანსპორტო პლატფორმა Hub Georgia-ში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობის დაზღვევა მძღოლებისთვის დამატებით თავის ტკივილად არ უნდა იქცეს. ჩვენ ქვეყანაში სატრანსპორტო სისტემა არის ყველაზე მეტად განუვითარებელი მთელს რეგიონში და როცა ჩვენ ვსაუბრობთ სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე, რა თქმა უნდა, სავალდებულო დაზღვევა უნდა იყოს უფრო მეათეხარისხოვანი, ვიდრე სხვა რეფორმები, როგორც არის თუნდაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნიკური დათვალიერების რეფორმის ჩატარება, განსაკუთრებით სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე. რა ეტაპზეა საკითხის განხილვა და რა ვადებში იგეგმება სავალდებულო დაზღვევის ამოქმედება, ეს ჯერჯერობით უცნობია. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში ამ საკითხზე სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს. უწყებაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ავტომფლობელთა თემაზე მთავრობაში განხილვები გრძელდება. მოამბის შეკითხვებს პასუხისმგებლობის დაზღვევაზე დღესაც ეკონომიკის სამინისტროში უპასუხეს. საკანონმდებლო ცვლილებებზე და დაზღვევის საყოველთაო პრინციპზე, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების პროგრამის დღის წესრიგშია, სავარაუდოდ მე-9 მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს.